საფრანგეთში ყველა რელიგია დაცული იქნება, ეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ჰოლანდმა პარიზში არაბული სამყაროს ინსტიტუტში გამოსვლის დროს გააკეთა. საფრანგეთის ლიდერმა ისიც თქვა, რომ მუსლიმები ფანატიზმის მსხვერპლნი არიან. საფრანგეთის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ისლამი და დემოკრატია არ გამორიცხავენ ერთმანეთს და მუსლიმებს რწმენის პარალელურად შეუძლიათ იყვნენ დემოკრატები. ამასთან რომის პაპი შარლ ებდოზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა. პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ რწმენით გართობა დაუშვებელია. Pour la France, qui doit montrer l'exemple, est constituée à travers des mouvements. Nous devons aussi ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისლამი არის დემოკრატიასთან თავსებადი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სურწმენებსა და გაუგებრობებზე, განსაკუთრებით საფრანგეთში, რადგან მუსლიმებს აქვს ზუსტად ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც საფრანგეთის სხვა მოქალაქეებს.